ქართული ნაციონალური პავილიონი საუდის არაბეთის სამეფოში. საერთაშორისო გამოფენაზე Fudex Saudi 2025 ქართული პროდუქტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გამოიფინა. ღონისძიებაზე 6 ქართული კომპანია მონაწილეობდა. მათ მიერ წარმოდგენილი იყო შეციებული ცხრის ხორცი, თაფლი, ორგანული წვენები, თხილი და სხვადასხვა სახის ტკბილეული. Fudex საუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელშიც 50-ზე მეტი ქვეყნიდან საკვები და სასმელი პროდუქციის სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამოფენას 500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია დაესწრო. სოფლის განვითარების სააგენტო აგრძელებს აგროსასწავლო პროდუქციის წარმოებლების ხელშეწყობას დივერსიფიკაციის მიმართულებით. ჩვენ ვეხმარებით ქართულ წარმოებლებს წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია საერთაშორისო გამოფენებზე მათთვის მნიშვნელოვან ბაზრებზე. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში საუდის არაბეთის სამეფოში Fudex Saudi 2025-ზე. ქართულ კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ პირდაპირ კონტაქტი დაამყარონ საუდელ პარტნიორებთან და განიხილონ ქართული პროდუქციის საუდის არაბეთის სამეფოში იმპორტირების გაზრდის შესაძლებლობები. სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა საერთაშორისო გამოფენებზე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მწარმოებლებისთვის, ვინაიდან ის გვაძლევს საშუალებას წარვადგინოთ ჩვენი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე. რაც შეეხება საუდის არაბეთს, ჩვენთვის არის ძალიან საინტერესო მზარდი იმპორტის ბაზარი, სადაც მაღალია მოთხოვნა ხარისხიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას.